ხო, ეს მამა შენია. როგორ მინდა რომ ალაპარაკდე. შენ რა მამა შენი ნახე? ფოტოზე? დღეს ნახე? აქ ნახე? ვიცოდი. ჯემალმა მამამისი ნახა. ხომ გეუბნებოდით? გულჯემალი აქ არის. დედა, გთხოვ, ბავშვს რატომ აბნევ? ეს ჩემი სიტყვები არ არის. თვითონ მითხრა. დედა, მოდი დაჯექი. რა ხდება, საყვარელო? მითხარი, რა ხდება? მამა ნახე? შვილო, განა ეს შესაძლებელია? მამა ნახე? მაპატიეთ. გისმენთ? ჩემი შვილი დაიკარგა. ხმარ გინახავთ? ცოტა ხნის წინ აქ იყო შვილო, ზურგ ჩანთით. რა? მართლა? მამაკაცთან ერთად იყო ბავშვს აჭამა, მერე ფორთოხლის ჩაი დაალევინეს. რა? მერე ტაქსი გამოიძახა და წავიდა. დიახ? ძვირფასო. ფიქრობ, რომ კაცი რომელმაც გიპოვა? მამა შენია? რა? შეუძლებელია. მამასთან ერთად ფორთოხლის ჩაი დალიე? ასე იყო? მერე განყოფილებაში წაგიყვანა? მამა შენი იყო? იცანი? მითხარი, რამე ხომ არ გეშლება? იმ პიროვნებას ხომ მეფე ერქვა, ასე არ არის? იქნებ სიმართლეა, იქნებ სახელი შეიცვალა. მე ვამბობდი, აქ არის მეთქი. მოემზადეთ. ყურესთან წავიდეთ. გაგიჟდი პატარა ბავშვს უჯერებ? ხო, წავიდეთ. მოითმინეთ. თქვენ თქვით, რომ იმ ადამიანს ეჩქარებოდა, მისი გემი უკვე გასულიც იქნება. არა, ის გულჯემალია. ხო. ხალხს ვკითხოთ, იქნებ ვინმემ დაინახა. ფოტოები ვაჩვენოთ. სწრაფად წავიდეთ, გთხოვთ. ხილიდან გაშვება არ მინდა. ღვთის გულისათვის დამშვიდდით. ჩემი კლიენტი პორტში მუშაობს, დაურეკავ და შევეკითხები. თუ ასეა დაურეკე მერც. შენი აზრით რას ვაკეთებ? არა, ჯანან. ტელეფონით ვლაპარაკობდი და გავერთე. უცებ ბავშვი გაქრა. არ ვიცოდი რა მექნა. ასეთ რამეს მტერსაც არ ვუსურვებ. საშინელება იყო, კინაღამ შევიშალე. ბავშვი რომ ვერ გვეპოვა, ალბათ დარდისგან მოვკვდებოდი. გულჯემალ? ჯანან, მერე დაგირეკავ. დროებით. რა სისულელია ეს, ხომ მკვდარია? მკვდარია. დედა ჯემალი ასე არასდროს მოქცეულა. ნამდვილად რაღაც მოხდა. აქამდე მსგავსი არაფერი ყოფილა. თუ ამტკიცებს რომ დაინახა, ესე იგი ეს სიმართლეა. არ მეტყვი რომ დევა გულჯემალი მკვდარია. იმედი სულტყვილად მაქვსო. არ გეტყვი. დედა. რამე იცი? დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ რა მოხდა? არ ვიცი, რაღაც სიზმარივით იყო. სიზმარივით? საღამოს ტერასაზე ვიჭექი. ტელეფონით ვლაპარაკობდი. მომიჩვენე რომ ვიღაც მithვალთვალებდა. დავაკვირდი. ნამდვილად ვიღაც მიყურებდა. სიბნელეში კაცი იდგა. გულჯემალს გავდა. არ ვიცოდი რა მექნა, დავიფენი.
ვერ მივხვდი ცხადი იყო თუ სიზმარი. ეს ცხადი იყო. ცხადი იყო. ასეა. გულჯემალმა გვიპოვა. დარწმუნებული ვარ. თუ ასეა სახთან რატომ არ მოვიდა? განა არ უნდა რომ გუნახოს და შვილს ჩაეხუდოს. საიდან უნდა იცოდეს რომ მისი შვილია? მართლა გულჯემალი იყო. ღმერთო, ნუ თუ მართლა გულჯემალი იყო. ნუ თუ ის იყო. გულენდამი. ალო, გისმენ? დევა, ძვირფასო მომისმინე. ჩვენ გამომერმა ძალიან განიცადა. პორჩი ნაცნობს დაურეკა. უთხრეს რომ ყველა პიროვნების საბუთებზე მიუწვდებათ ხელი, ვინც ბორცე იმყოფება. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც აქვთ. კაცი, რომელმაც ჯემალი პოლიციაში მიიყვანა, ვიპოვეთ. იპოვეთ? გულენდამ. მისმინე, მერთმა ფოტო გამოგიგზავნა. ახლა ვენახე. უბრალოდ გავს. დევა, დამიჯერე. ძალიან მინდოდა ეს ადამიანი ჩემი ძმა ყოფილიყო, მაგრამ მხოლოდ გავდა. ბავშვმა ამიტომ იფიქრა, რომ მამამისია. ძალიან მწუხვარ. მეც. არ მოიწყინო, კარგი? არ ინერვიულო. დღეს მნიშვნელოვანი დღე გაქვს. ხო, ვეცდები. კარგი, კოცნი. დროებით. დროებით. გულჯემალი არ იყო. მოდით ცელს მე მოვამზადე. დედა, მომისმინე. ეს ადამიანი ჩემს ზმას უბრალოდ გავს. გთხოვ, ტყუილად ნუ ელოდები. მაგრამ მე სიზმარში ვნახე. ის მოვა. დაბრუნდება. არა, დედა, ეს უბრალოდ სიზმარია. გამარჯობა. გამარჯობა. ჯერ დაგედილია. გახსნა ერთ საათში იქნება. ვიცი, კარგ დღეს გისურვებთ. გმადლობთ. ვიცი, 5 წუთში ვიქნები. მესმის რომ ვაგვიანებ, მაგრამ ბავშვი ვიპოვე და პოლიციაში მომიხდა მისი წაყვანა. ძმაო, მშიერი ვარ. ბავშვს ვერ ყვებავ. რძე არ მაქვს. კარგი, მე მალე ვიქნები. ხო. ბავშვს თუ ვერ ყვებავ, მასზე უარი რატომ არ თქვი? ამას როგორ მეუბნები? ბავშვი მივადოვო? გაგიჟდი? მე მხოლოდ დახმარება გთხოვე. დაივიწყე, არაფერი მინდა. კარგი, არასწორად გაიგე. ეს არ მქონდა მხედველობაში ის, რომ ბავშვი არ მიატოვე პატივისცემას იმსახურებ. უბრალოდ შენი აზრი მაინტერესებდა. შეუძლია თუ არა დედას ბავშვის დატოვება, თუ მის გამოკვებას ვერ ახერხებს. ჩუბს მშიერი იყოს ვიდრე უდედოდ. რამენაირად გაიზრდება. მართალი ხარ.
ბავშვი უდედოდ არ უნდა გაიზარდოს. ეს გამომართვი. არა, ეს ძალიან ბევრია. გამომართვი ეს შენია. ბავშვს მოახმარე. ღმერთმა დაგლოცოს შენც და შენი შვილებიც. ღვთის წყალობა არ მოკლებოდეთ. გმადლობ. ღმერთო ჩემო. ჩემო პატარავ, წიგნი დამიტოვა? Bunu bana mı bıraktın sen? მისი დედა დევა შაჰინია. მაშინ დაიკარგა, როცა პარკში ბებიასთან და ბაბუასთან ერთად იყო. ეფებეი, კარგად ხართ? ჰა. შეგიძლიათ მისამართი მითხრათ. ბიჭს წიგნი დარჩა, იქ წერილი დევს, შესაძლოა ოჯახისთვის ეს მნიშვნელოვანია. ბავშვის დედას ძალიან უნდოდა თქვენთვის მადლობის გადახდა, მისამართიც დატოვა. ძალიან ეწყინა წასული რომ დახვდით. ინებეთ. გმადლობთ. კარგ დღეს გისურვებთ. გმადლობ. ბიჭს რა ქვია? ჯემალი. ბიჭს ჯემალი ქვია. ფირუზე, პერანგი გასაუთავებელია. ახლა ვნახავ. დუბუსყუნებ, მომეცი. მართო ჩემო. ძვირფასო რა საკეთებ? ისევ ზურგ ჩანთას ამზადებ? ძალიან ჯიუტია, ზურგ ჩანთას ისევ გაავსებს. გუშინაც ასეკნა. წიგნიც კი ჩადო. თითქოს კითხვა შეეძლოს. წიგნი ჩადე? რომელი წიგნი? ჩემი ტკბილი ფორთოხლის ხე. ჩემი ტკბილი ფორთოხლის ხე? წიგნი სად არის, შვილო? ჩემი საყვარელი წიგნი ჩადე? სად არის წიგნი? გითხარი. დედა ახარდებს. კარგად ნახე. არ არის? საყვარელო წიგნი სად არის? გუშინ ხომ ჩადე? სად არის? ამოიღე? ახარდებს. სად უნდა გამქრალიყო? გუშინ ღმერთო. ჯემალ, წიგნი სად წაიღე? სად არის? არა, ოთახში არ არის. წუხელ ჩანთა რომ გავხსენე, წიგნი არიდო. რატომ არიდო? არიდო? ის როგორ? დედა, ეს წიგნი გულჯემალის არის. ვიცი. ეს მისი საყვარელი საბავშვო წიგნია. ჩვენი საყვარელი წიგნი. შვილო. შვილო. სად არის? ჩემი საყვარელი წიგნი სად არის? სად დადე? გეყოფა შვილო. ბავშვი გუშინ დაიკარგა, დაივიწყე ეს წიგნი. დაივიწყე. წიგნი დაივიწყე, შვილო. მადლობა ღმერთს, ბავშვი დაბრუნდა. მართალია, კარგი. დროა მომემზადოთ, თორემ დაგვაგვიანდება.
ძმაო, ჩემო ლომო. მოდი საყვარელო, გადმოდი. აი ასე. აი ასე. საერთოდ არ შეცვლილა. პიჯაკიც იგივე აცვია. სწრაფად ვაგვიანებთ. გადმოდით, სწრაფად. სწრაფად გადმოდით. მოხვედი? ერთი წუთით ყურადღება თუ შეიძლება. სანამ დანარჩენი სტუმრები მოსულან, ორ სიტყვას ვიტყვი. ჩემო საყვარლებო. მთელი ჩემი ოჯახი აქ არის. ასევე აქ არის გულჯემალის ოჯახი. ჩვენი ზღვა ერთიანებს. გულჯემალი ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში აგრძელებს არსებობას. როგორც ძმა, როგორც მეგობარი, როგორც პატარა მუშის ბიძია, როგორც ჩემი შვილის, ჯემალის მამა. ის ჩემი ცხოვრების სიყვარულია. ადამიანი, რომელიც შემიყვარდა. რაღაც მომენტში ის ყველა ჩვენგანმა მოატყუა. რაღაც დავუმალეთ, მაგრამ მას არასდროს მოუტყუებია. იმიტომ რომ ბუნებით ასეთი იყო. ყოველთვის სიმართლის მხარეს იდგა. მიუხედავად მისი იდუმალებისა, ის ყოველთვის ღიად გამოხატავდა თავის გრძნობებს. ერთადერთი რამ უნდოდა, ყოლო და ნამდვილი ოჯახი. ამიტომაც თავის ცხოვრებაში ყველა მიიღო, ვინც მის გულს შეეხო. ერთმანეთის მიყოლებით და ამ გზით შექმნა დიდი ოჯახი. მან გაგვაერთიანა, მაგრამ მის სულში უფსკრული მაინც დარჩა, რომელიც დედამ შეუქმნა. სიცარიელი, რომლის შევსება შეუძლებელი აღმოჩნდა. ყველაზე მეტად ახლა მისი აქ ყოფნა მინდა ხედავდეს, რა დიდ მტკიცე ოჯახად ვიქეცით. ჯერა რომ ის აქ არის, ვიცი, ამას ვგრძნობ. გადავწყვიტე, ჩვენი ისტორია მოგიყვეთ, რომელიც ჯემალმა უკვე სეპირად იცის. მინდა ეს პატარა საჩუქარი მისი ხსოვნისადმი იყოს მიძღვნილი. ასევე მინდა ყველას მადლობა გითხრათ. მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ მე არასდროს მიგიტოვები ვართ. ყოველთვის მხარში მედექით. და ჩემი გჯეროდათ, ყველას დიდი მადლობა. ძალიან მიყვარხართ. სტუმრების ის მიხედვით გადაამოწმე ძალიან კარგი.
გახსნამდე 9 საათია, მაგრამ დევახანიმე უკვე აქ არის. გარეთ ნუ დაიცდით, შემოდით. სიაში არ ვარ. სტუმარი არ ხართ? მოვედი რომ დევახანიმს წიგნი დავუბრუნო. მართლა? შევბრძანდით. თქვენ ვერ გადასცემთ? რა თქმა უნდა. ვისგან არის? იცის ვისგანაც არის. დევახანიმ, თხოვეს ეს თქვენთვის გადმომეცა. ვინ მოიტანა? მამაკაცმა, თქვა რომ იცით ვინც არის. გულენდა, ძვირფასო. საყვარელო. ძვირფასო რა დაგემართა? საყვარელო. რა ხდება? გულჯემალ. გულჯემალ, კეთილი იყო შენი დაბრუნება. გულენდამი იქ არის. რომ დაგინახა აღელდა და გული წავიდა. იქ დავაწვინე. კეთილი იყო ზმაო. დიშვილის ნახვა გინდა? კეთილი იყო შენი დაბრუნება. მადლობ, იფეკ. მოჟუ, შეხედა ეს ბიძა შენია. მოდი ბიძიასთან, მოდი. მას მუჟგანი დავარქვით. მუჟგან? კარგი, გასაგებია. ახლავე მოვიყვან. ჰანიმ, უნდა წავიდეთ. სად? ჯემალი გელოდებათ. თქვენთვის სიურპრიზი აქვს. ძამიკო, ჩემო საყვარელო. ამდენი წელი რატომ არ ჩანდი? იცი უშენოდ როგორ გაგვიჭირდა.
იცი? კარგი. იძულებული გავხდი გულინდამ, მაგრამ ამ ფორმით არა. თქვენი ცხოვრებიდან უნდა გამქრალიყავი. მიხარია რომ ასე მოხდა. შეხედეთ რა კარგად ცხოვრობთ. შეხედეთ. ყველაფერი კარგადაა. ამდენი წლის მერე რატომ დაბრუნდი? არ ვაპირებდი. მაგრამ ეს გამოჩნდა. ბედმა შვილს შემახვედრა და მოვედი. შენ აქ ხარ. ხო, აქ ვარ. შენი სიკვდილის არ მჯეროდა. შენ სიკვდილს ორი ადამიანი არ იჯერებდა, ძმაო. დევა და დედა ჩვენი. ძმაო, დედა ცუდ მდგომარეობაშია. რა სჭირს? ავად არის? ავად არ არის. გლოვობს. ვერ შეეგუა. გონება აირია. შენი წასვლა ვერ გადაიტანა. განწყობას მხოლოდ ჯემალი ამაღლებს. მისი საყვარელი შვილია. ფიქრობ შენი თავი მან შეუცვალა. მართლა? ხო. ზღვასთან ახლოს დგამს. ჯდება და მთელი დღე ზღვაში მცურავ გემებს გასცქერის. შენს დაბრუნებაზე ოცნებობს. დედა ჩემი? ხო. ზაფერფეხლივანი? ხო. ემრულა, აქ რატომ მომიყვანე? ცოტა მოითმინე თანიმ. თუ არ გჯერა, თავად გკითხე. შვილო. 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 როგორ მენატრებოდი? რამდენ ხანს გელოდი? როგორ მენატრებოდი? ყოველ ღამე მესიზმრებოდი. შვილო. მაშინ კლდესთან კითხვა დამისვი. კიდევ ერთხელ მკითხე. ოდესმე თუ მაინც ყვარები ვარ. მიყვარხარ. ძალიან მიყვარხარ, შვილო. გელოდებოდი. მენატრებოდი. ძალიან მენატრებოდი. სიზმრებში გხედავდი. საშინლად მენატრებოდი. შვილო. შენ ჩვენი ცხოვრება ხარ. ძალიან მიყვარხარ. არა. ტირილი არ გაბედო. მე შენ გულჯემალი დაგარქვი. მინდოდა სულ გაღიმებული მენახე. გაიღიმე, შვილო. ჩემო საყვარელო. მამა.
რა? ღმერთო. ღმერთო. მადლობა ღმერთს. ღმერთო. რა? ჩემო საყვარელო. მამა თქვი? მამა თქვი საყვარელო? ეს მართლა თქვი? მამა თქვი? მამა! ჩემო საყვარელო. ჩემო საყვარელო. მამა თქვი? მამა თქვი?